ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ჩვილთა საყოველთაო ნათლობის 46 ეტაპი დასრულდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ნათლულთა რიცხვს დღეს კიდევ 600-მდე ბავშვი შეემატა. ტრადიციულად მონათლულებს საჩუქრად ნათლობის მოწმობები და ჯვრები გადაეცათ. საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარი ტაძარში 8 საათისთვის მიბრძანდა. ნათლულები დაუცა და შემდეგ ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართა. თანამავალ მეყავმე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა შემისათა. წყალობა უფლისა დღეს უხვად გადმოვიდა საქართველოზე და 500-მდე ბავშვი მოინათლა და საერთო რიცხვმა გადააჭარბა 30,000 ჩვენს ნათლულს. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ნათლულები, ღმერთმა დალოცოს მათი მშობლები, მათი და-ძმები და ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო. ნათლობის საიდუმლო, უდიდესი საიდუმლოა და დღეს მადლი უფლისა, რომელიც არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულებანთა აღმავსებელი, უხვად გადმოვიდა საქართველოზე და ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. კათოლიკოს პატრიარქის ნათლულები ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. 55 საყოველთაო ნათლობა სამების საპატრიარქო ტაძარში 27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულზე შედგა. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა კი 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. კათოლიკოს პატრიარქის ეს ინიციატივა საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება. დღეს არის 46 ეტაპი პატრიარქის ნათლობებისა, სულ უკვე მონათლულია 30,000-მდე ბავშვი და ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება. ეს ადამიანები არიან პატრიარქის ნათლულები. ისმა უწმინდესობამ ეს ინიციატივა გააჭირა იმის გამო, რის რომ ჩვენ ქვეყანაში ძალიან ძიმე მდგომარეობა იყო შვილებთან დაკავშირებით. თითქმის ოჯახებში 2-ზე მეტი შვილი არავის არ ყავდა. ძალიან იშვიათი გამონაკლისი იყო 4 ან 5 ან მეტი შვილი ყავდა ადამიანს და ინიციატივის შემდეგ ძალიან ბევრმა 2 და 3 შვილის მშობელმა კიდევ გააჩინეს შვილი მსგავ, რომ მათი ოჯახის ნათლია პატრიარქი გამხდარიყო. ისეთი შემთხვევებიც გვაქვს, რომ ზოგს უკვე შვილები წავს და შვილიც გააჩინეს, რომ მათ ოჯახში პატრიარქს დანათესავდნენ ეს ადამიანები. ძალიან დიდი წყალობა უფლის ჩვენი ოჯახისთვის და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ პატრიარქის ნათლული გახდა ჩვენი მესამე შვილი. დღეს მოინათლა პატარა გუგა, ნათლობით გიორგი გურგენიძე. ძალიან მიხარია, რომ პატრიარქის ნათლული იქნება ერთ-ერთი მრავალთ შორის. ჩემთვის არის მესამე ნათლული, რომელსაც პატრიარქთან ერთად ნათლავ და ულოცავ ამ პატარას, ყველა პატარას და რა თქმა უნდა სრულიად საქართველოს. წმინდესია, ჩვენი ნათლია და ძალიან გახარებულები ვართ და ბედნიერები ვართ დღევანდელი დღეს. ღმერთმა გვაჩუქა მესამე შვილი და გადავწყვიტეთ პატრიარქის ნათლული რომ გამხდარიყო. ამიტომ მოუწოდებ ყველას რომ ყავდეს ბევრი შვილი, იყოს პატრიარქის ნათლული და ფარადეს ღმერთს. მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 15 ნოემბერს მოწამეებს აკვინდინეს, პიგასის, აფთონის, ელპიდიფორესსა და ანემპოდისტეს მოიხსენიებს. წმინდანები სპარსეთის მეფის საპორი მეორის მმართველობის დროს ეწამნენ. აკვინდინე, პიგასი და ანემპოდისტე მეფის კარზე მსახურობდნენ. ბოროტმა ხალხმა საპორს უთხრეს, რომ წმინდანები არა მარტო თავად აღიარებდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას, არამედ სხვებიც მოაქციეს. განრისხებულმა მეფემ დააჭერინა ღვთის რჩეულები და მათი წამების ბრძანება გასცა. მეფემ მათი დაწვა განიზრახა, მაგრამ ცეცხლი წვიმამ ჩააქრო, ბორკილები ღვთის ანგელოზებმა შეუხსნეს და მოწამეები მეფეს იახლნენ. მათ დანახვაზე განრისხებულ საპორს წმინდანებმა მიუგეს, რომ უფალმა გადაარჩინა ისინი. შემდეგ მეფემ წმინდანები რკინაზე მიაჯაჭვა და ასე გადაწყვიტა მათი დაწვა. თუმცა მათ
ცხოვარმა ამჯერადაც დაიბარა ისინი. სასწაულის ხილვის შემდეგ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მეომარი აფთონი და ელპიდიფორეც მოექცნენ. ამ საქციელმა მეფე კიდევ უფრო განარისხა და მოწამეების წყალში დახრჩობა გადაწყვიტა. უფალმა არც ახლა დაუშვა მათი გარდაცვალება. სასწაულმა კიდევ უფრო მეტი ადამიანი მოაქცია. ბოლოს საპორმა მათი შეპყრობა და თავების მოკვეთა ბრძანა. მოწამეები აკვიდინე, პიგასი და ანემპოდისტე კი დაწვეს. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უმაღლეს სასწავლებელში ეთნომუსიკოლოგისა და მუსიკოლოგიის დოქტორის, ნინო მახარაძისა და მუსიკოლოგიის დოქტორის დავით შუღლიაშვილის საჯარო ლექცია გაიმართა. სტუდენტებისა და დაინტერესებული მსმენელისთვის სპეციალისტებმა წარმოადგინეს მოხსენებები თემებზე, ქართული ტრადიციული მუსიკის ნოტირების ისტორიისათვის და ქართულ ტრადიციულ მუსიკასთან ოლივერ და მარჯორი უორდროპის დამოკიდებულების საკითხი. ლექციამ დამსწრე საზოგადოების ინტერესი გამოიწვია. სპეციალისტებმა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხეს. აღსანიშნავია, რომ გალობის უმაღლესი სასწავლებელი სტუდენტებთან მსგავსი სახის ლექციებსა და მათ სპეციალობასთან დაკავშირებულ თემებზე შეხვედრებს ხშირად მასპინძლობს. მოხსენება ეხება ქართულ ტრადიციულ მუსიკასთან ოლივერ და მარჯორი უორდროპის დამოკიდებულების საკითხს. რამდენადაც მე ვიცი, ეს საკითხი არავის ჯერჯერობით არ განუხილავს მიუხედავად იმისა, რომ მათ შესახებ ძალიან ბევრი რემთქმულა და დაწერილა საქართველოსთან მათი მეგობრობის შესახებ, მათი ღვაწლის შესახებ, ქართველოლოგიაში მათი ღვაწლი სათანადოდ არის შეფასებული ნამდვილად, მაგრამ აი ამ კუთხით არავის განუხილავს და ამ საკითხზე მუშაობისას რაღაც სანოტო ხელნაწერებსაც მივაკვლიე და აი ამას შეეხება. ცოტა ხნის წინ ბათუმში ჩატარდა მორიგი საერთაშორისო კონფერენცია გიგი გარაყანიძის სახელობის ეს ადრეც მონაწილეობა გვაქვს მიღებული როგორც მე ისე ნინო კალანდაძეს, ვინც დღეს კითხულობთ ორ თემას. და ჩვენ სურვილი გაგვიჩნდა იქვე, რომ ეს ყველაფერი ჩვენი მოხსენებები გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უმაღლეს სასწავლებლის სტუდენტებისთვისაც ასე ვთქვათ წაგვეკითხა და ვფიქრობ საინტერესო ემით ჩემი თემა ეხება ქართული ხალხური სიმღერის ნოტებზე ჩაწერის საწყისებს. ამ თემასთან დაკავშირებით გამოვიყენეთ სწორედ სასწავლებელში ცოტა ხნის წინ გახსნილი სტუდია, ჩამწერი სტუდია, სადაც ჩვენი სასწავლებლის მეორე კურსელებმა, ჩვენი სახელმწიფოს მეორე კურსელებმა შეასრულეს, ჩაწერეს პირველი გამოცემებიდან არჩეული სიმღერები. და წარმოდგენილი იქნება აქ უკვე ცოცხლად იმღერებენ, მაგრამ კონფერენციაზე, რომელიც აღნიშნე ბათუმში ჩატარებულ კონფერენციაზე, სწორედ ეს ჩანაწერები იყო წარდგენილი. საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოება, მომავლის ხედვა. ამ სახელწოდების კონფერენცია ექსპო ჯორჯიის საგამოფენო დარბაზში გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა ამერიკის შეერთებული შტატების საფრთხეების შემცირების სააგენტოს, საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს. მხარეებმა დაავადებებზე რეაგირებისა და მზადყოფნის შესაძლებლობების გაზრდაზე, გადამდებდა არაგადამდებდა დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის თანამედროვე მიდგომებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჩელეს. კონფერენცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 20 წლის იუბილეს მიეძღვნა. ასეთი კონფერენციების და ზოგადად ასეთი თანამშრომლობის ძირითადი ამოცანა არის მსოფლიოში ეპიდემიების წარმოშობის შემთხვევაში მათი დროული პრევენცია, მათი დროული დეტექცია და სწორი რეაგირება იმისათვის, რომ ინფექციების გავრცელება მაქსიმალურად იყოს აცილებული თავიდან და ქვეყანას გააჩნდეს კონკრეტული სამოქმედო გეგმა და მისი განხორციელების რესურსი იმისათვის, რომ ამ გლობალურ საფრთხეებს წინ აღუდგეს. დღეს იქნება საუბარი სწორედ იმ ახალ ინიციატივებზე, ახალ მიმართულებებზე, რასაც ქვია გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოება. ანუ 21 საუკუნის მთავარი გამოწვევები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით, როგორია ქვეყნების მზადყოფნა, აქ საქართველოს როლი რეგიონში და ვფიქრობ, რომ საინტერესო წინადადებები იქნება.
ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ ბასიანის წარმატებული საკონცერტო ტურნე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შეაჯამეს. ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული კონცერტების შესახებ უწყების ხელმძღვანელმა მიხეილ გიორგაძემ, მუსიკალური გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი დონაძემ, ანსამბლის დირექტორმა ზურაბ წკრიელაშვილმა და სოლისტმა გიორგი გაბუნიამ ისაუბრეს. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, პირველი კონცერტი ბასიანმა სტენფორდის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩაატარა. მუსიკალური ნაწილის პარალელურად მუსიკოსებმა მასტერკლასები და სამუშაო შეხვედრებიც გამართეს. პრაქტიკულად ყველა კონცერტი სრული ანშლაგით ჩატარდა, გარდა თავად საკონცერტო პროგრამის ძალიან ბევრი მასტერკლასი და ვორქშოპი გაიმართა და ძალიან სასიხარულო იყო, რომ როგორც ასე ვთქვათ, ზოგადად მუსიკით დაინტერესებული ადამიანებისგან, ისე პროფესიონალებისგან ამ მუსიკალურ სფეროში ძალიან დიდი ინტერესი იყო და ასევე დასწრება იყო პრაქტიკულად 100%-იანი ყველა ასეთ ჩატარებულ მასტერკლასზე თუ ვორქშოპზე. დაიწერა ძალიან მაღალი შეფასება პრესაში. ხალხი აღთხოვანებას ვერ ფარავდა და რა თქმა უნდა ჩატარდა ძალიან საინტერესო ვორქშოპები სხვადასხვა უნივერსიტეტებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა ახალგაზრდებთან და ასევე ბასიანს ჰქონდა მეორე სრულიად განსხვავებული პროექტი გიორგი მიქაძესთან ერთად, რომელიც ფონდი ქართული გალობის ხარდაჭერით განხორციელდა და ამ პროექტს ჩვენი საზოგადოება ძალიან მალე გაიცნობს და ნახავს. საავტომობილო გზების დეპარტამენტი თბილისის სენაკი ლესელიძის გზის 152 კილომეტრზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება ხიდის სავალ ნაწილს, მოაჯირებს ტროტუარებს და ხიდთან მისასვლელ გზებს. სამუშაოები 2016 წლის ივლისში დაიწყო და მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარეობს თბილისის სენაკი ლესელიძის 152 კილომეტრზე სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია. ამჟამად მიმდინარეობს სავალი ნაწილის საფარის შეცვლა. აღნიშნული პროექტის ღირებულება არის 527,000 ლარი და ამ წლის ბოლომდე მიღებული იქნება ექსპლუატაციაში.